პოდაგრა არ არის უბრალოდ სახსარის ან კუნთის ანთება. ანთება ეს შედეგია, შედეგი ნივთიერებათა ცვლის მოშლის, კონკრეტულად კი პურინების, ანუ ნუკლეომჟავების ნივთიერებათა ცვლის მოშლის. ვინაიდან ეს ნივთიერებათა ცვლა მოშლილია, სისხლში გროვდება შარდმჟავა, თირკმლებს უჭირს. და ეს შარდმჟავა, მისი მარილი სახსრებში ან კუნთებში გროვდება. კრისტალი საკმაოდ ბასრი ფორმისაა და სერავს გნებავთ სახსარს, სახსრის ქსოვილებს, გნებავთ კუნთის ქსოვილებს. ყველაზე ხშირად დაგროვება მარილის ხდება ფეხების დიდი თითის სახსარში. თუმცა არა გამორიცხული სხვა სახსრებშიც, ეს მუხლი იქნება, ხელი იქნება ან თითები. პოდაგრა მხოლოდ კვების გამო არ ყალიბდება. რა თქმა უნდა, პურინების შემცველი საკვები, ანუ უჯრედების, კონკრეტულად მათი ბირთვების შემცველი საკვები, რა თქმა უნდა, გაამწვავებს და დაამძიმებს მდგომარეობას, მაგრამ მარტო პურინების შემცველი საკვები არაა საკმარისი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს და ძიმედ განვითარდეს პოდაგრა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. ანუ რამდენად ახლონათესავები არიან ერთმანეთთან მშობლები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეულ პრეპარატებსაც, რომელიც შეიძლება თავიდანვე არ იძლევიან ესეთ ეფექტს, მაგრამ დროთა განმავლობაში აყალიბებენ პურინების ნივთიერებათა ცვლის მოშლას. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სწორკვებასაც, ზოგად სწორკვებას, რომ ორგანიზმში არ იყოს დაძაბული და გადაძაბული იმუნური სისტემა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ისეთი პროცესები არ წავიდეს, რომ თირკმლებს გაუჭირდეთ პურინების ნივთიერებათა ცვლის შედეგის გარეთ გამოტანა. ანუ თირკმლების დაზიანებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თირკმლების მდგომარეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასე და ამრიგად პოდაგრა არის სისტემური დაავადება, რომელიც მოითხოვს, რა თქმა უნდა, სისტემურ მიდგომას, როგორც ყველა დაავადება, მაგრამ ამასთან ერთად სისტემატიურ გარკვეულ სამუშაოს, პროფილაქტიკას. პოდაგრას მკურნალობისას ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც არა მარტო პაციენტები, არამედ ექიმებიც უშვებენ ამ ბოლო დროს, კომერციული მედიცინის მუშაკები უფრო სწორად, არის ის, რომ თუ ტკივილი მოიხსნა, საკმარისია. აღარაა საჭირო მკურნალობა, აღარაა საჭირო ზედამხედველობა, აღარაა საჭირო რაღაც პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. აი ესა უდიდესი შეცდომა. იმიტომ რომ ეს პურინების ნივთიერებათა ცვლის შედეგად ჩამოყალიბებული მარილები რჩება თირკმლებში, რჩება სახსრებში, რჩება კუნთებში და აგრძელებს უმტკივნეულოდ შეიძლება, მაგრამ მათ დაზიანებას და გადაგვარებას. რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული და უფრო საშიში პროცესები. გადაძაბოს იმუნური სისტემა და იმუნური სისტემის გადაძაბვა მერე იწვევს ან სიმსივნეს, ან ფსიქიურ დაავადებებს. ამიტომაც შეპირება, რომ აი მაგალითად ალკოჰოლი ძალიან ამწვავებს ხოლმე პოდაგრას. აი შეპირება პაციენტისთვის, რომ აი ეს ტკივილი რო გადაგივლის, ჩაცხრება და მერე დალევ თითოჭიქაღვინოს თავიდანვე პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ მთელი ცხოვრება თუ გენურ რედაქციას არ ჩაიტარებს, მთელი ცხოვრება ეს ალკოჰოლს არ უნდა გაეკაროს, ზიარება არ იგულისხმება ხა ერთი ყლუპი, მართლა. რამდენჯერ უნდა ეზიარა, ხო? მარია ეგვიპტელი თუ არ ვწდები ერთხელ ეზიარა და საკმარისი ერთხელ ეზიარება.
აი ზიარებას თუ არ ჩავთვლით, საერთოდ არ უნდა გაეკაროს ალკოჰოლს. მუდმივად ყოველ დღეს სწორი კვების გარდა კიდევ უნდა აკეთებდეს გარკვეულ სამუშაოს, გარკვეულ პროფილაქტიკას. აუცილებლად. ყველა ვინც ავათაა, ყველა ვინც დაავადებულია პოდაგრით, უნდა იცოდეთ ყველამ, რომ პოდაგრა არის ყოველდღიური სამუშაო. ყოველდღიური პროფილაქტიკა. უმკაცრესად კვების დაცვა, სწორი კვების დაცვა და მერწმუნეთ, ალკოჰოლი ყველაზე დიდი მტერია პოდაგრის მქონე ადამიანისთვის. ამიტომაც განსაკუთრებით ერიდეთ ალკოჰოლს. სწორი კვებიდან ამოიღეთ ღვინოც კი. პოდაგრას ამწვავებს არა მარტო ალკოჰოლი, ღვინოც კი, ანუ სწორი კვება არა საკმარისი პოდაგრისნაირი დაავადებისას საჭიროა დიეტა, ანუ სწორი კვებიდან უნდა ამოვიღოთ რაღაცეები. მაგალითად, კი არა და პირველ რიგში ღვინო და მეორე რიგში უჯრედის შემცველი საკვები. აი მაგალითად, კვერცხში, ქათმის კვერცხში ერთი უჯრედია, დასაშვებია, მაგრამ აი მცენარეული საკვები, მაგალითად ხილი, იქ ბევრი უჯრედია და ამ უჯრედში ბევრი ბირთვია და შესაბამისად ბევრი ნუკლეუმჟავა, ანუ პურინია. ამიტომ ამსახებია ლობიოსშიც საკმაოდ ბევრი უჯრედია, არც ისე ბევრი მასასთან შედარებით, მაგრამ იქ კიდე სხვა ნივთიერებებია, რომელიც ალკოჰოლის არ იყოს, ამწვავებს პოდაგრას. ამიტომაც პოდაგრით დაავადებული ადამიანი უბრალოდ სწორკვებაზე კი არ უნდა იყოს, რომ ავად არ გახდეს. არამედ კიდე ერთხელ საჭიროებს მუდმივ პროფილაქტიკას და ის უნდა იყოს დიეტაზე. ალკოჰოლი მკაცრად არა და რაც შეიძლება ნაკლები უჯრედის და უჯრედის ბირთვის შემცველი საკვები. ასევე უნდა კონტროლდებოდეს შარდჟავის დონე სისხლში, რომ დადგინდეს ინდივიდუალურად, აი წლებია საჭირო, ინდივიდუალურად რამე ხო არ მოქმედებს. ეს შეიძლება იყოს ტენიანი სახლი, ან პირიქით ძალიან დიდი მზე, საკვებიც რაღაცა, აი ინდივიდუალური. სასურველია ასევე წელიწადში ორჯერ კეთდებოდეს სისხლის საერთო ანალიზი, ან 4ჯერ ყოველ სეზონზე, რომ ხდებოდეს მონიტორინგი ზოგადი ჯანმრთელობის, ზოგადი მდგომარეობის, იმიტომ რომ ალკოჰოლის გარდა პოდაგრას ნუკლეინური მჟავების ცვლის გამო ასევე ამწვავებს უჯრედების სწრაფი გაყოფა. ანუ ნუკლეინური მჟავის ნუკლეინური ნივთიერებათა ცვლის უკაცრავად გააქტიურება. რაც ხდება, როცა ორგანიზმს ჭირდება ბევრი უჯრედი, ბევრი ახალი უჯრედი უფრო სწორად და ეს კიდე, რა თქმა უნდა, ხდება, როცა რაღაცა ანთებამიდის იღუპებიან ბევრი უჯრედები შედარებით, ანუ რეგენერაცია, როცა ძაფრდება, მწვავდება, ჩქარდება, მაშინაც. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კვების გარდა ალკოჰოლს თუ არ ჩავთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი არ იყოს მოწყვლადი ინფექციების მხრიდან. ანუ არ ავადმყოფობდეს რომელიმე ინფექციური დაავადებებით. ან თუ მაგალითად გრიპი, ხო? აიკი და ეს იოლად და სწრაფად უნდა გადავიდეს პოდაგრის შემთხვევაში. და ბოლოს, რადგან ეს სისტემური დაავადება, სახში მუდამ უნდა გქონდეთ ტრანსდერმალური ანთების საწინააღმდეგო მალამო, რომელიც მე პირადად მხოლოდ ერთი ვიცი, ესაა ჩვენი ოჯახური მალამო, მძაფრ მალამოს რო ვეძახით. იყავით ჯანმრთელნი და ბედნიერი.